ძალიან ბევრი რაღაცის ყიდვა მინდა, მაგრამ ფული საერთოდ არ არის. სამსახური უნდა ვიპოვო. აბა რა ვაკანსიები გვაქვს აქ? ასე რომ ჭირთავის ვაკანსია. არა, ამას ვერ გავაკეთებ. მზარეული. მე კარგი მზარეული ვარ. არა, ოღონდეს არა, ისინი სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ. ძიძის ვაკანსია. კარგი გრაფიკია და კარგად იხდიან. მე კი ბავშვებთან კარგად ვეწყობი. გამარჯობა, დიახ, სამსახურის თაობაზე გირეკავთ. დიახ, მე შემიძლია გავუმპელდე ამას. კარგია, რამდენიმე ვიდეოს თან წავიღებ და აუცილებლად კარგად შევეწყობი ბავშვებს. გაიგე, მშობლებმა ძიძა დაიქირავეს. ისევ ძიძა? ისინი ყველანი ნერდები არიან. ძულს ისინი. ნუ გეშინია, ეს ძიძას ყველა წინანდელივით გაიქცევა ჩვენგან. უკვე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა. ძიძა მოვიდა ალბათ. წავალ, კარს გავაღებ. მე ჩვენთან მოვდივარ. გამარჯობა, თქვენს ბავშვებთან მოვედი. რა ბავშვები? არასწორი მისამართი გაქვს. არა, ეს ზუსტი მისამართია. ამდენჯერმე გადავამოწმე. ეს ძიძა? კი, მე დიანა ვარ, ახალი ძიძა. კარგი, მაშინ შემოდი. ეს ჩვენი ძიძაა თუ ხუმრობა? როგორც ჩანს, ის სერიოზულად ამბობს. ის რეალურ ცხოვრებაში ვერ აგვიტანს. ეს უეჭველია, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მის დაცინვას. ხიარული იქნება. კარგი, და ვის უნდა მივხედო? გულისხმობ, ჩვენ უნდა მოგხედო. თქვენ მოგხედოთ? დიახ, უპეს დასრულები ვართ, მაგრამ მშობლები მაინც გვიყვანენ ძიძას. კარგი, რადგან მშობლებმა ასე გადაწყვიტეს, მაშინ მე მოგხედავთ. და რა არის ეს? ეს არის ბავშვებისთვის. კარგია, დიდი მადლობა. და ჩემთვისაც. ძალიან გემრიელია. ახლა კი ჩვენ ვაპირებთ გართობას. მე თქვენი ძიძა ვარ და გთხოვთ ხალბატონ დიანა დამიძახოთ. მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას რომელიმე ახალგაზრდასთან. კარგი, თუ ასე მოიქცევით, თქვენს მშობლებს ვეტყვი. რა საშიშია. თუ ის ნამდვილად დაურეკავს ჩვენს მშობლებს, მაშინ კარგი არაფერი მოხდება. ასე გგონია? კი, მართალია. დედამ თქვა, რომ თუ კიდევ ერთი ძიძა გაგვექცევა, შაბათ კვირას აკვაპარკში არ გავატარებთ. და ახლა რა? ამ პატარას დაუჯეროთ? მას თავად სჭირდება ძიძა. თუ არ გინდა რომ მშობლებმა დაგვსაჯონ, მაშინ უნდა დაუჯეროთ. კარგი. ბოდიში, ასეთი უხეში აღარ ვიქნები. პირობას გაძლევთ. ბოდიში მელებულია. ახლა ისი გაკეთება გინდათ? ისე აქ ჩვენი მეგობარი მოვა მალე და წვეულება გვექნება. არა, წვეულებები არ გვექნება. რატომ? ჩვენ უკვე ყველაფერი გვაქვს დაგეგმილი. სახლში ვინმე უცხო არ უნდა იყოს. მორჩა. ვუმერი. თუ გინდათ ჩვენ შეგვიძლია აუში წვეულების გარეშე ვიცურაოთ. კარგი, ცოტას მაინც გავირუჯები. იმედი მაქვს დაწოლის დროს გავირუჯები. გოგოებო, მზეზე დიდხანს ვერ გაჩერდებით. შეიძლება რომ დაიცვათ. გაწიე ქოლგა. გარუჯვა მინდა. არა, არანაირი გარუჯვა. დაიწვევით. ჩვენ ახლა ხან დავწექით. სხვათა შორის თქვენ ეს უნდა წაისვათ. არ მინდა წავისვა, ამით კარგად ვერ გავირუჯები. დიახ, პირველ რიგში ჯანმრთელობის დაცვაა მნიშვნელოვანი. რაც შროდია? ეს იმისთვისაა, რომ მზისგან თავი ორივემ დაიცვათ. ისინი საერთოდ არ დაგვიცავენ მზისგან. დამიჯერეთ. იცოდეთ, რომ ორივეს ვჭედა გარყავთ. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ხომ საცურაო ხუდებია. ის დაგიცავთ. და მე გაუგზავნი ამას თქვენ მშობლებს. იმედია დედა ამ ფოტოს Facebook-ზე არ გამოაქვეყნებს. ნახეთ, რა ცივი კოქტეილი გავაკეთე. გაგრილდით. გემრიელია. რა ხდება? ამ კოქტეილის დარევა არ შეიძლება. მასში ბევრი ყინულია. ეს არის საზაფხულო კოქტეილი. მასში ყინული უნდა იყოს. დიახ, დალაიქეთ ვიდეო თუ კოქტეილებს ყინულთან ერთად სვამთ. არ დაუშვებ რომ ყელი აქტივდეთ. გასაგებია? მაგრამ, არანაირი მაგრამ. ეს არ არის განხილვის საგანი. ძალიან მეტია. ის მხოლოდ 1 საათია აქ და უკვე გამაბრაზა. კარგი, წავიდეთ საბანაოდ. გაჩერდით. ამჯერად რა იყო? არ უნდა ისურაოთ. რადგან შეიძლება დაიხშოთ. მაშინ საერთოდ რატომ მოვედით აქ? ხალბატონო დიანა, ჩვენ შეგვიძლია სურვა. ვირდებით რომ კარგად ვიქნებით. არ შემიძლია. მე ვარ პასუხისმგებელი თქვენზე. თხოვთ, ჩვენ ძალიან გვინდა სურვა. მოიცადეთ. კარგი, მე მოგშვიდია. გაიკეთეთ. ჩემო ჭკვიანებო. რა? საბავშვო ბაღია რა. ახლა დარწმუნებული ვიქნები რომ არ დაიხშობით. ეს ცუდია. კარგი რა. თითქოს შეგნებულად დაგწინის. ეს უეჭველია. ჩავყვინთავ მაინც. ჩაყვინთვას აპირებ? დიახ, რა იყო? ზალულია. რა მოხდება თუ წყალი ყურებში მოხდება? მერე რა? რა და მერე ყურში ჩირქი გაჩნდება და აქ კივდება. ეს ცუდი იქნება. ეს არასდროს დამმართნია.
ყველაფერი პირველად ხდება ხოლმე. არ ჩაყვინთოთ. ციხეში ყოფნას გავს. ის ყოველთვის მითვალთვალებს. მე მეგონა პირიქით, ყურადღებას არ მოგვაქცევდა და ტელეფონის სკროლას დაიწყებდა. ის პასუხისმგებლიანი აღმოჩნდა. გოგოებო, ამოდით აუზიდან. უკვე? ჩვენ ახლახან ჩავედით. თქვენი ტუჩები უკვე გალურჯებულია. არ არიან ლურჯი. შეწყვიტეთ კამათი. ამოდით. აუში 5 წუთიც არ გაგვიტარებია. ხო? შეწყვიტეთ კამათი. დროა გასრეთ. ახლა კი სახლში. ახლახან გამოვედი და უკვე უკან უნდა შევიდეთ. მესმის რომ თამაში ისევ გინდათ, მაგრამ ყოველდღიური განრიგი უნდა კონდეს. როგორია დღის განრიგი ზაფხულში? ზაფხულია. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის საჭმშურს. ვერ დაისვენებთ. როგორები იქნებით მერე სკოლაში? მან უკვე ძალიან მომაბეზრა თავი. აიღეთ თამაში მაგიდიდან. ეს არის სასადილო მაგიდა და არა თამაშების ადგილი. როგორც სიტყვი. შესანიშნავია და მე მოგიმზადებთ ლანჩს. ისეთი პატარა, მაგრამ დასრულებითი ქცევა. დიახ, ძალიან უცნაურია. დარწმუნებული ვარ, რაღაც თამაშებზე თუ გადაიტანს ყურადღებას, აუცილებლად დავავიწყდებით. დარწმუნებული ვარ, ის სადილსაც კი დედასავით მოამზადებს. ნახავ, სენდვიჩების გარდა ვერაფერს მოამზადებს. ის რაღაც საზიზღებ საჭმელს მოიტანს. მიუწვით თქვენი საჭმელი. შენ მოამზადე ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მე მიყვარს მზარეულობა. ძალიან გემრიელია, ისეთი კარგია. მართლაც, ახლა კი ჩაის მოგიმზადებთ. მისმინე, ნელ-ნელა მე მომწონს ეს ძიზა. იქნებ არ მოვიშოროთ? რას ამბობ? თავისუფლება ყველაზე ძვირფასია. მეტიც, არ მიყვარს ბავშვის ბრძანებების მოსმენა. დიახ, მართალი ხარ. პატარა ბავშვების დაჟერება საზიზღრობაა. ჩაი უშაქრო იქნება. თქვენ უკვე შეჭამეთ ჩემი ყველა კამფეტი. და ბავშვებს არ შეუძლიათ ზედმეტი შაქრის მიღება. ჩაიში საერთოდ არ უნდა ჩავყაროთ ერთი კოვზი შაქარით? არა, ეს ცუდია კბილებისთვის. ჩაის უშაქროთ არ სვამ ხოლმე. ამაზე საუბარი არ იქნება. ჭამის შემდეგ კბილები უნდა გაიხეხოთ. მაგრამ რატომ? საღამოს ვიხეხავთ კბილებს. არა, თქვენ უნდა გაიხეხოთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ. მაგრამ დუნა სააბაზონოდან ასე ვეღარ გამოვა. ჰეი, ამდენს ავჭამ ხოლმე. აბა გოგუებო, დამიჯერეთ. ნუ დაიზარებთ. ასე ჭამთელი კბილები გექნებათ. ის ისე გვექცევა, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებს. გახსოვს გეგმა? ჩვენ გადავიტანთ მის ყურადღებას. მისმინე, ყველა ბავშვს უყვარს TikTok-ი. იქნებ ვაჩვევოთ მას ჩვენი ნაკრები? ის გავოგნდება. ამან უნდა იმუშაოს. დაინახავ, ჩვენ მას ამ ყველაფრისგან ბოლოს საერთოდ ვერ მოვაშორებთ. წავიდეთ. აბა მითხარით, კიდევ რისი გაკეთება გინდათ? მოდი, TikTok-ი გადავიღოთ. დიახ, რა თქმა უნდა. თუ ეს არის ისაც თქვენ გინდათ, მაშინ მოდით გავაკეთოთ. მოდი, ძალიან მაგარი გადასაღები ადგილი გვაქვს აქ. დიახ, აღფრთოვანებული დარჩები. როგორ მოგწონს? მაგარია. TikTok-ის გადაღება გინდა? ჩვენ მოგცემთ ამ კომპლექტს. არა, მადლობა. რატომ? TikTok-ების გადაღება ნამდვილად არ მიყვარს. მართლა? დიახ, მე აქ დავждები და შეგხედავთ. თქვენ კი შეგიძლიათ TikTok-ები გადაიღოთ. არაფერი მესმის. რომელ ბავშვს შეიძლება რომ არ მოსწონდეს TikTok-ი? ჯანდაბა, სულ დამავიწყდა. ალისა მალე აქ იქნება. ვერ დაუშვებთ რომ ძიძამ შეამჩნიოს იგი. ის უკვე აქ არის. მე წავალ მის შესახვედრად და შენ ძიძას ყურადღებას გადაიტან. კარგი. სააბაზონოში მივდივარ. გამარჯობა. მზად ხარ წვეულებისთვის? ჩუმად იყავი. ნახდება? ალისა, ასეთი რამე მოხდა. მშობლებმა ძიძა დაგვიქირავეს. მერე რა? ისეთი მკაცრია. ის თვალსაც კი არ გვაშორებს. ო, ძალიან ცუდია. ანუ წვეულება არ გვექნება? ამდენი ხანი ვგეგმავდი. ამიტომ აუცილებლად უნდა გავმართოთ წვეულება. რაც შეეხება ძიძას, იმედი მაქვს რომ ჩვენ შევძლებთ მისი ყურადღების გადატანას. კარგი, მე სასმელი მოვიტანე. ლეონა, სათხა? ალისა, სწრაფად დაიმალე. რატომ? ძიძა სტუბებს სახლში არ უშვებს. სწრაფად შედი კარადაში. ლეონა, კარგად ხარ? დიახ, ყველაფერი კარგადაა. დიდი ხანია ტუალეტში ხარ. მუცერი ხომ არ გტკივა? არა, უბრალოდ კბილების გახეხვა ხელახლა გადავწყვიტე. ოჩახ, ძალიან კარგია. მე მგონი სახლში კიდევ ვიღაც არის. აქ არავინაა, დანამდვილებით გეუბნები. მე ვიღაცის სუნამოს სუნს გრძნობ. ჩემი სუნამოა. აქ გავს, როგორც ჩანს სახლში ქურდი შემოიპარა. ბავშვები უნდა დავიცვა. სან მიდიხარ? მივაპირებ ტერიტორიის შემოწმებას. შენ და ლუნა აქ დაჯექით და არ გამოხვიდეთ. ახლოს იყო. მან დაინახა ალისა? როგორც ჩანს არა, მაგრამ მან რაღაც იეჭვა. ეს თქვენი ძიძა? სერიოზულად ამბობ? ჩუმად იყავი. რა მოხდება თუ ის გაიგონებს?
ის თქვენზე უმცროსია. მას თავად სჭირდება ძიძა. ჩვენც ასევე ვფიქრობდით, მაგრამ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ნუ მაცინებთ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ, ჯობია რომ მე მივხედო მას. არ არის საჭირო, თუ გავავრაზებთ, შოვლები მერე ორივეს დაგვრჩიან. ძიძა მოდის, დაიმარი ალისას საძინებელში. აბა, იპოვე კურდი? არა მგონია აქ ვინმე იყოს. როგორც ჩანს, არავინაა. ასეც მეგონა. არაფერია სანერვიულო. მე კიდე ძალიან ვინერვიულე. არ ინერვიულო, დაღლილი უნდა იყო. დაისვენე ცოტა. დაჯექი, დაისვენე. მე და ლეონა კი საკუთარ თავზე ვიზრუნებთ. ძალიან გამიმართა თქვენთან მუშაობით. მე ლეონასთან წავალ და შენ გაერთე. უყურე ტელევიზორს. სათამაშო კონსოლიც გვაქვს. როგორც ჩანს, გაგვიმართლა. ძიძა ტელევიზორს უყურებს. კარგია, ახლა ჩვენ უნდა მოვიტანოთ საჭმელი წვეულებისთვის და ჩუმად გავიტანოთ აუზზე. ძიძას საჭმლით ხელში გვერდს ვერაფრით ვერ აუვლით. ამას მოვახერხებთ. წვეულებას საჭმლის გარეშე ვერ დავიწყებთ. გოგოებო, ტყუილად არ მოვსულა რა აქ. მცხელა და ბანაობა მინდა. ჩვენ შენთან ძალიან მალე დავბრუნდებით. გოგოებო, ყველაფერი კარგადაა? დიახ, ყველაფერი შესანიშნავადაა. ძალიან კარგი, ითამაშეთ. ასა ვიღებ? მოდი, ხილი წავიღოთ. სხვანაირად გვჭირდება. მოამზადოთ დაჭრილი ხილი, რომელიც იდეალურია ზაფხულის წვეულებისთვის. კარგი, წავიდეთ, დრო ძალიან ცოტაა. და სად მიდიხართ? ჩვენს ოთახში. და რატომ გჭირდებათ ამდენი ხილი? ჯანმრთელობისთვის კარგია. ჩვენ გვინდა ვიტამინები ვჭამოთ, მაგრამ თქვენ უნდა ჭამოთ სამზარეულოში. ისე კომპიუტერთან ჭამაზე ვფიქრობდით. თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. სამზარეულოდან ხილის გადანას გიგზავნოთ. ეს ცუდია. აბა, როგორც იქნა დაბრუნდით? მზად ხართ წასასვლელად? მზად არ ვართ. რა მოხდა? სად არის ხილი? ძიძა არ გვაძლევს მოტანის უფლებას. ხვა რომ სამზარეულოში უნდა ვჭამოთ. ის მკაცრია. პატარა გოგო, ისე გატრიალებთ, როგორც უნდა. თქვენ კი უჯერებთ. ალისა, ნუ დაიწყებ. მოდი, უკეთ მოვიფიქროთ, როგორ მოვიტანოთ ხილი აქ. მე ვიცი როგორც. ჩაიცვი. რატომ? გარეთ ძალიან ცხელა. მე ამაში აუცილებლად დავდნები. დიდი ხანი არ მოგიწევს. ეგ ჩაიცვი, ხილი აიღე, ამაში დამალე, მერე კი დაბრუნდი. შენი ძიძას არაფერზე იეჭვებს. კარგი იდეაა, ვცადოთ. კარგი, მიდი. გადაწყვიტეთ ხილის ჭამა სამზარეულოში? დიახ. ლეონა, რატომ ხარ ასე ჩასმული? გარეთ ზაფხულია. უბრალოდ ძალიან ცივა. გცივა ამ სიცხეში? ეთყობა სიცხე გაქვს. ნამდვილად სიცხე გაქვს. ეს ასე არ არის. მოგეჩვენა. დიახ, ის ნამდვილად ჯანმრთელია. არც ერთი სიტყვა არ თქვა. დაწექი და ახლავე მოვიტან თერმომეტრს. საქმე ცუდად გვაქვს. საქმე ცუდადაა, ძიძა აქ მოდის. რა უნდა გავაკეთო ახლა? უნდა დაიმალო. სად? დრო არ არის. ჩაიცვი ეს სწრაფად. უკვე საწოლში ხარ? მე ვიპოვე თერმომეტრი. და ვინ არის ეს? მე გითხარით, სახში უცხოები არ დაიშვებიან თქო. ეს ექიმია. დიახ, მაშინვე დაურეკე, როცა თავს ცუდად გრძნობდი. ოჩახ, ექიმო, რა სიტყვით? ის მძიმედ არის ავად. რა მოხდა? ის აუზში გაცივდა? რამდენად სერიოზულია ეს? ძალიან სერიოზულია. ეს ყველაფერი თქვენი აუზის გამოა. ამიტომ ახლა შენს მშობლებს დაურეკავ და ყველაფერს მოუყვები. და მოვიდნენ. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ცუდად ვიზუნე ბავშვებზე. ეს არც ისე ცუდია. ეს დაავადება მარტივად იკურნება. მითხარით, რა მედიკამენტებია საჭირო? ყველაფერს გავაკეთებ. მას სჭირდება სულთა ჰაერზე წოლა და ბევრი ხილის ჭამა. სულ ესა? ეს ნამდვილად დაეხმარება? შეგიძლიათ დამიჯეროთ. მე ექიმი ვარ. ამდენად სწრაფად გამოჯამრთელდება? საღამოსთვის ის სრულიად ჯამრთელი იქნება. მე კიდე როგორ ვინერვიულე. თუ გინდათ, შემიძლია დავჭე და დავაკვირდებ უნალობის პროცესს. მე მივხედავ მას. დიახ, რა თქმა უნდა. მე კი მანამდე ხილს გავამზადებ. ჩვენ მას ვაჯობეთ. ლუნა, მშვენიერი იდეა იყო, რომ შეხალათით გამოყვები. ახლა აუშთან კარგი დასვენება იქნება შესაძლებელი. მაშინვე უნდა გაგვეკეთებინა. ლეონა, მიდი შეჭამე. მადლობ, ძიძა. ახლა კი შეგიძლია შიგნით შეხვიდე. ლუნა, შენ ხომ ავად არ ხარ? იცით, ლუნა ცავად გახდა. მას კუნალობა სჭირდება. ლუნა ცავად გახდა? რა კოშმარია.
ძიძობისთვის ხელფასს არ უნდა ვიღებდე. არ ინერვიულო, მშობლებს არაფერს ვეთქვით. მეტიც, საღამომდე ჯამთელები ვიქნებით. აბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგები ხარ. ქალბატონო დიანა, გსურთ ტელევიზორის ყურება? არა, ხო თვალს შემოგაშორებთ. ახლა მე მუდმივად უნდა ვიყუროთ. როგორც ექიმი გირჩევთ გოგოებისგან თავი შეიკავოთ. ეს დაავადება ძალიან გადამდებია. და შენზე რა სიტყვი? მე იმუნიტეტი მაქვს. უნდა მოусმინო ექიმის რჩევას, ამიტომ მივდივარ. და თუ რამე მოხდება, ამიძახეთ. კარგი. როგორც იქ და შეგვიძლია გავერთოთ. ვახ, რამდენი ხანი ველოდებოდი ამ წვეულებას და არც ერთი ძიძა არ შეგვიშლის ხელს. მეგონა გაუმკლავდებოდი. ძალიან ცუდი ძიძა ვარ. გოგოებს გავახარებ როგორმე. მე ვარ დამნაშავე მათ წინაშე. ძიძა შეიძლება პასუხისგებლიანი იყოს, მაგრამ ძალიან სულელია. ის უბრალოდ პატარა გოგოა. იმედი მაქვს, რომ დედა ისევ დაიქირავებს ამ ძიძას. უარესი ძიძა არასდროს ყოლია. რას ლაპარაკო? ეს ის არ არის, რაც შენ გონია. ამდენი ვეცადე თქვენთვის და თქვენ ჩემი მოტყუება გადაწყვიტეთ? როგორი უხერხულია. უბრალოდ ხანდახან აჭარბებ ხოლმე. შეგიძლიათ უბრალოდ მითხრათ ყველაფერი და არ მომატყუოთ. თქვენ მშობლებს ურეკავ. არა, ოღონდეს არა. თხო, არ უთხრა ჩვენ მშობლებს. ბავშვებო, რას ფიქრობთ? უნდა უთხრა მათ მშობლებს თუ არა? დაწერეთ კომენტარებში. დაწერეთ რომ არ უთხრას, გთხოვთ. ასევე მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.